ვიცით მანქანამ არ ამაკაპოტოს წავედით ვაგზალში ზე მინდა რომ ნახო კეტები და პურის რაღაცები მაქვს აბლაბუდების სამეფო ვიცი ახლა მაგათ გამოვდები Also, acquerinare ma la dice un po' non c'è loro tutta una terzaไอ้ปุ้ยมันก็ดีนะเว้ยดาวมันโกรธเลยไหมดาวไม่เคยโกรธหรอกมันโกรธมันจะอยู่ได้เหรอ მადლობა დილამშვიდობის. გუშინ ვეღარ გავაგრძელე ვიდეო. რაღაცნაირად შემომემთავრა. თუმცა მაგ ძალიან მოუწესრიგებელი. მოულელი დამწვარი ძალიან ცუდი საღებავით შევიღებე. უცუდეს. ვიყიდე გუშინ კეტები. ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ნიკოლოს დიდი მაშინ ახალი თითქმის ახალი დაწყებული იყო მეორადები და ვაგზლის ორსართულიანი მეორადები ვინც იცით მან და მარჯვენა მხარეს ბოლოში არის ერთი უსაყვარლის ქალი ვარდიკო რომელიც ძალიან მეხმარებოდა ხოლმე ნიკოლოზი ძირს აგდებინებოდა ყველა ტუხს მაღაზიაში ვიყიდდი თუ ბაზრობაზე და შესაბამისად გადავედი მე მაგ ქალბატონთან ეიროვ თქვათ სადღაც 2 წლიდან, როგორც კი ახალი იარლიკები შემოვიდოდა ხოლმე, საოცარ ფეხსაცმელებს, უპინატორის ძირებზე, ბასანოჭკებს, ბოტასებს, ნიკუშას 2 წლის ასაკიდან სადღაც 11 წლამდე უნახავდა. მე შეეცვალა ნიკუშას გემოვნება, ანუ ვეღარ იმეშვებოდა და შესაბამისად დავითიც მაგ ქალთან ყიდულობდა ხოლმე და მეც. და რომ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვარ, მივედი ჩავეხუტე და ვუთხარი რომ მჭირდებოდა თეთრი კეტები. იმიტომ რომ კაბები რომლებიც დავაგროვე, მჭირდება თეთრი კეტები. ჩემი გემოვნებით. არ შეიძლება იმის მაღალ ქუსლზე ჩაცმა რომელიღაცების. ნუ მოკლედ, კაცია და გემოვნება და სურვილები და ასე შემდეგ. ხო და რა შევიძინე, ახლა გაჩვენებთ. ესეთი ტომს არ ვიცი ეს ფირმა სამწუხაროდ სუმდლად ახალია სუმდლად რამაც მომხიბლა არის აი ეს კლატკები ნაკეცები და აი ეს სადაც კეტი ფუჭდება ხოლმე თვითონ არის სუფთა ტილო შიგნიდან გამოკრული იარლიკები მე დავხსენი 38 ზომა და ღირდა 75 ლარი მაგრამ საქართველოში რო ნაცნობობა და მეგობრობა და მეგრელობა ჭრის 50 ლარად მომცა. ვერაფრით კონვერსები მინდოდა წინ მოჭრილები როა ვერაფრით ვერ მოვირგე ვერც ერთი 38 პატარა მქონდა 39-ში უბანაობდი და გადავწყვიტე რომ ეს გასარეცხია გუშინ მეცვა უკვე ეს ვანსები ამეღო რომელიც არ ვიცი ნამდვილია თუ არა ჩაუგდებ AI-ს და დავეკითხები მაგრამ ყოველ შემთხვევაში 30 ლარად მომცა თუ 40 ლარად არ მახსოვს
კარგად გუშინ გუბეს ჩავხდი წვიმის დროს, გასული ვიყავი და კარგად გავხეხავ ახლა ამას, გავაბზრიალებ, გამოვხარშავ და მოვიხო. შემდეგი რომელსაც რაც გამაჩნია, კიდე ერთი უნდა გაჩვენოთ, სამომაკვდაო სიტყვა არ არსებობს, ერთმა კარგმა კაცმა მოიგონა, ისეთი სამომაკვდაო ტუფლი მაქვს საკუბოე. ჭუჭყიანი არ გეგონოთ, ამას ენა რო გქონდეს, ილაპარაკებდა. ეს არის ვიღაცა გიждები, აუცილებლად კიდევ მოვძებნი მაღაზიას, აღარ არის საბურთალოს ქუჩაზე და შევიძენ, იმიტომ რომ ძალიან მასე ამოვნა და უკვე შეფუჭებულია მუშაობის დროს მაცია ხოლმე ხან. ეს კეტია, რომელიც ომში უნდა ჩაიცვა, ამ ბრძოლაში ან ვინმესთან, რა ვიცი, არ ვიცი, ხალხო 500 კილოა. გერმანიაში პირველად რომ ვიყავი, მაშინ ვიყიდე. ვერაფრით ვერ გამოვიყენე. ეს ენა ეკეცება ესე სიარულის დროს, უხეშია, ძირი არ იღუნება. ხო და არ ვიცი, აი ასე მიდევს, სულ რამდენჯერმე მაქვს ნაცვამი, მოლაღურის კბილებიც ეტყობა. ეს ერიკოს ნაჩუქარი, რომელსაც არ ვიხდი, გასარიცხი მქონია. არასდროს არ ვიხდი და სულ მოცვია. და კარგა ფორმა, შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ მიყვარს. თქვა წავიქცევი. ეს ბოტასი ვიყიდე ალბათ 2 წლის წინ, თუ არ ვცდები და არ გამომადგა. საკმაოდ ძვირი მივეცი 500-დან 600 ლარამდე, სადღაც ესე 400-დან 600 ლარამდე და არ მომწონს. ვერ ვხმარობ გემრიელად, როგორც უნდა ვიხმარო. ეს მაქვს ნამდვილი კონვერსები, რომელიც ულამაზესია, ასეთი მოხატულია, მოჩითულია, რომელიც ჩემმა ეკამ მაჩუქამ. კარგად ვხმარობ, მაგრამ უკვე ამისთვის ცხელა, ეს არის საგაზაფხულო საშემოდგომო და იდეალურად მაცვია ხოლმე. ეს ახალი, ეხლა რომ ვიყიდე, რომ არ მოგატყუოთ ერთხელ მე ცოტა გავიძრე, იმიტომ რომ ახალი ფეხსაცმელი ჩემთვის არის ტკივილი, იმიტომ რომ ოდნავ სადმე დამაწვა, შემიძლია ქუჩაში გავიხადო და ფეხშველა მივიმოძრაო. გადავიდეთ, ეს არის ჯეოქსის ისევ იარლიკი აქვს, ესეთი მაღალფუცლიანი ძალიან ლამაზი ბასანჯკი, რომელიც იშვიათად მაცვია, ესეც გერმანიაში პირველი ფრენის დროს ვიყიდე, გადავუვარ ყველაფერს და გიждები ამ ფორმაზე, ამ ბასანჯკზე, ეს ირინას გამოგზავნილია. ეხლა ამებს წავათრებ და სამომაკვდაო საკუბოე ფეხსაცმელსაც გაჩვენებთ. როგორც ფეხსაცმელია გასასვლელი, ისე მაქვს ჩუსტი გასასვლელი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. შვეიცარიაში ვიყიდე, ჰავაიანას ჩუსტებია, ძალიან ძვირი გადავიხადე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს, იმიტომ რომ ადამიანს ერთი ასეთი მნიშვნელოვანი რამე მისთვის უნდა კონდეს. ეს ბრენდია, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ დიდი ხნის ნაყიდი მაქვს, ალბათ 1-4 წლის წინ. და არის ულამაზესი. ამას ვიცმევ ისეთ გასასვლელ ადგილებში, რესტორნებში. რა ვიცი, როცა სადღა მივდივარ. ამ ჩუსტებს ვიცვამ, როცა დასასვენებლად მივდივარ. თავის საგარეო კუპალინგთან ერთად და შემოსაცმელთან ერთად. ვერ ვასტოპებ. ყავას მივირთმევ და ველოდები. თანამშრომელს უნდა გავიდე, ბოლო წვეთები მაქვს, მეორე ჭიქას მივირთმევ. მომსახურების სფერო, გადავიდეთ ახალ თემაზე, რომ ძალიან რთულია. ყველამ ვიცით, ნებისმიერ ასპექტში. არ აქვს მნიშვნელობა კონსულტანტი ქვია, მოლარე ქვია, ხალხთან ურთიერთობა როცა გააქვს და ხალხს ემსახურები არის ძალიან რთული.
ამას ჭირდება დათმენა, მათზე მორგებული საუბარი. ხო, ამდენი ხანია მაქვს ეს ჩემი პატარა ბიზნესისნაირი რაღაცა. რამოდენიმე ხანი გაჩერებული ვიყავი, არ ვიცი, გითხარით თუ არა ხელი მტკიოდა ძალიან. ნუ ეხა გავუშვი რეკლამა და ჩავერდი სამუშაოში. პირველად დამემართა ამდენი ხნის მანძილზე, ეხა სახელს დაგვარს არ ვეტყვი, მაგრამ განვიხილოთ ძალიან სასაცილო იყო. გუშინ წერს X ადამიანი. გამართ სალამ, ჯერ სალამზე აცრამაკ, სალამ ალეიქუმ. არ არის ჩემ. 48 კვადრატული მეტრი ბინის კვადრატული მეტრით ერთად უწერია დრობით რო იწერება საბარავად. გავარჩიოთ. ბინის რემონტის შემდგომ დაალაგებით, რამდენში დაალაგებთ? რამდენში დავალაგებ? ნუ შენ ხო გინდა რომ ვიღაცა ხარ X-ი ორ ლარად. მხოლოდ მტვერია. ჩემ პასუხია ძალიან მოკლე. გამარჯობათ, გვიგზავნიან ვიდეოს ფასის დასათვლელად. ავეჯ ტექნიკად დგას, რომ სწორად დავითვალოთ. მე ვაგრძელებ. მიგზავნის ვიდეოს. სადაც ახლა გაჩვენებთ მე თქვენ კონკრეტული ამბავს. ესეთი ჯუზონებით აქვს გაკეთებული. დავიჭირო უნდა ეს კადრი. მოვესწრებ დასკრინოს ვიდეოს ვერ ვაჩერებ ასკარად. კი ბატონო. ასე ჭრით ხოლმე და ასე ვაკეთებთ. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვაკეთებ, სხვისი არ ვიცი. ყველას თავისი გზა აქვს, რომ ვიდეოს მოიტანო და შეინახო. სადა იყო სკრინი? აბა ეხა ამას აღვაწ. ხომ მშვიდობა. ჯარას. ხომ? აი ნახეთ. ასეთი არის ორი ფანჯარა. რომელსაც არ ვიცი აივანი ახლავს უკან, არ ახლავს, ეს სტიკერებით ასეთი თემაა. როცა მარტივად ძვრება სხვა ფასია, როცა რთულად ძვრება ორთქლის აპარატი უნდა ვიხმარო და ხსნარებით დავამუშაოთ, მაშინ სხვა ფასია. ხო უნდა შეგეკითხო. ელემენტარული კითხვა უნდა დასვა და შენ იცოდე როგორ სახში შედიხარ, რომ ყველა ხსნარი წაიღო, რაც გჭირდება და შეიძლება დაგჭირდეს. ბატონო ალექსანდრე, ნუ აბაზანა მოჭრილი აქვს საერთოდ. აბაზანა არ ჩანს და ფანჯრების წებოვანი ლენტის მდგომარეობა როგორია, ძვრება? ანუ ყველა კითხვას იმიტომ ვუსვამ დამკვეთს, რომ არ დავთვალო უმაღლეს ფასში ის, რასაც ადამიანს გამოვართმევ ჩვენი შრომის მინიმალური ანაზღაურება მაინც იყოს, იმიტომ რომ ისეთ შრომას წევს ნებისმიერი დიასახლისი არ აქვს მნიშვნელობა თქვენს გოგოებო სახში და ზოგადად ქალის შრომა რო დაუფასებელია, იქ ხო ცხადია და სახშიც რო წაიღებ და შეგერგება და არავინ მოგაგინებს და ნუ ვცდილობ რომ ნორმალური დაბალი ფასი შევინარჩუნო, რომ ვიმუშაო და ამისთვის კითხვა უნდა დაგისვა, რომ გავიგო რამდენი ლარი გითხრა, როგორ დავითვალო. დაახლავს აივანი გარედან, ეხლა ლოგიკურად უნდა მიხვდა ეს ადამიანი, რომ შენთვის გეკითხები. შენთვის. აივნის დალაგება არ მსურს, არ არის გასაწმენდი. ანუ აივანი იმისთვის ვიგულისხმე მე, რომ მივუდგე ფანჯარას, რა ვიცი მე, პროპელერი არ მაქვს, არც ამწემყავს, ხონდა მივუდგე. არის ფანჯრები, რომელსაც არ ახლავს აივნები, არის ვიტრაჟები და ყოველთვის დამკვეთს ვწერ იმაზე, რომ აღემატებათ ჩემს ძალებს, უნდა გამოიძახოთ ისეთი კომპანია, რომელსაც ყავს ამწე.
კი ძვრება. შიგნიდან ყველა წებოვანი ლენტი ძვრება. აბსოლუტურად თითქმის ყველა თუ ძალიან 20 წლის არ არის. გარედანაც ლოგიკური კითხვაა, რომ დავითვალე, იმიტომ რომ გარედან ფანჯრის დამუშავებას როცა წებოვანი ლენტი არ იჭდება, დაახლოებით 1 საათი მიაქვს. მხოლოდ ჩარჩოებზე ლენტი რომ მოაშორო. აივანი, იმიტომ ვიკითხე ფანჯრის უკანა მხარეს როგორ მივუდგებით, თქო, ეს მე ვამბობ. მინდა რომ გამომყვეს. არ ვიცი გარედან ძვრება თუ არა. კაი, აღარ მინდა. ჩემი პასუხი იყო ასეთი. დავცინე, იმიტომ რომ რა ვიცი, ვინმე გიახვეწება? უბრალოდ არ მესმის ასეთი ხალხის, რომ მე მაგალითად როცა რაიმეს ვუკვეთავ ან რაიმე მომსახურებას ვიღებ, ვიცი რომ ყველა კითხვა რომელიც უნდა დამისვან არის ჩემს სახეიროდ. ჩემი საქმისთვის არის ყველა კითხვა. არა იმისთვის რომ მე ვიღაცა ზველიქსაო და ან დრო მქონდეს. ყველა თითო SMS-ის შემოსვლა არის ფასი. იმიტომ რომ ეს არის ფასიანი რეკლამა. ყველამ კარგად იცის, ვინც ოდნავ რამეში ერკვევა, ყველამ იცის რომ როცა ასეთ გვერდს წერ, მას ფული ეჭრება. გროვდება ეს და დღის ბოლოს მეჭრება. შენთვის რო გეკითხები, ამდენს რომ ალაპარაკებ, მართმევ ჩემთვის ძვირფას დროს, ხან 2-ს ერთად წერ, ხან 3-ს. მოვიფიქრებ არ მაყიზიანებს, მოვიფიქრებ მიყვარს და ადეკვატურია ადამიანის მხრიდან, იმიტომ რომ უნდა მოიფიქროს. აუცილებლად მეც ასე ვიცი ხოლმე. შევადარო ფასებს, გავიარო, დავჯერდე, მაგრამ კაი აღარ მინდა ვინ ჩემი ფეხები ხარ ბოლო-ბოლო. ასე მელაპარაკე, მაღავღავე, კითხვებზე პასუხი არ გინდა, ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა მისთვის, რომ ხსნარების ფულიც არ დამეთვალა, არც გზის ფული მიმემატებინა, არც თანამშრომლების ხელფასი, არც აპარატურის წვეთა და 50 ლარი მეთქვა. ნუ მტვერია უბრალოდ, ის ლენტები კი არ არის. არა. აივანიც არ არის დასალაგებელი, იცი რატო იქ რო შენ ლენტებს მოხსნი, დაყარე და წადი, არც მოხვედო, არც მოწმინდო. არა. და საბოლოოდ აბაზანაში ისეთი ნაგავია ხოლმე. და იმდენი ფუგა უსვია, რომ შემიძლია ხოლმე მოუფხიკო, წყალი დავამატო და კიდე ერთი აბაზანა დავფუგო. და რატო გვჭირს ეს? როგორც კი ადამიანს მიიყვან ჩიხშენო ეკითხები, არ იმაშვები რა, რომ ენდო ადამიანს, რომ მარტო მტვერია. როცა მარტო მტვერია, ფანჯრებზე ეს წებოვანი ლენტი არ არის, რომელიც სააკამაოდ შემოტევადი არ უნდა დაგიხაზოს, არ უნდა გაგიფხაჭნოს, მარტივად უნდა მოერიო, დროში არ უნდა გაიკვანძო, ნუ წებოვანი ლენტიც არ არის. არც მინა პაკეტზე არ იყო შუშაზე გადაკრული ცელოფანი, არა და ის ჩაწებებული იყო, ეხლა რომ დავჭერი დავინახე. აბაზანა არა გაქვს, გამქრალი გაქვს. ყველა კუთხეში გიდგას ავეჯი, რომელიც რო არ გამოიწიოს და არ გამოცურდა შიგნით მტვერს ვერავინ ვერ დაგიტოვებს, იმიტომ რომ ერთი ნიავი დაუბერავს და ისევ მტრიანი გაქვს ახლა. ასეთ შემთხვევაში სულ რომ უფულოდ ვიყო, სულ რომ სული მძვრებოდეს და არ მქონდეს შეკვეთა, ასეთ დამკვეთთან არ წავალ. აფერისტობას აქვს თავის საზღვარი. ასე ყველას გონია რომ მისი სახლი არის უფთა, ყველას გონია რომ მის სახლში არის ყველაფერი ცოტა შესასრულებელი, ერთი ქალბატონი ყავდა როგორ მახსოვს უსაყვარლესი გოგო და უფო მარტო მტვერიაო. ძალიან კაი სახლია. არაფერი არ არისო. და ჩვენთან ერთად იყო. გრანიტი რომ დავასველეთ, არ ეთყობოდა რომ მოიწმინდა პირველი ეს მტვერი რომ ავიღეთ. ყველა გადაბმაში ცემენტები იყო სახეხი. სათითაოდ მუხლის ჩოქზე ყველა ქვა იყო გასახეხი. კარგი, ამ შემთხვევაში დაფარული, ანუ ჩვენც ვერ ავაქვით რომ შევედით, სანამ მტვერი არ ავიღეთ. და ეხლა დამკვეთს ვერ ეტყვი რომ მოდი მტვერი მოწმინდე რა. და აბა დამანახე როგორია.
და ამ შემთხვევაში როცა ვიდეოს მიგდებ ჩანს რაღაცეები აბაზანას აჭრი აივანი არ გინდა რომელზეც ნაგავი უნდა დაიყაროს მე არ ვიცი დედას გიფიცები მართლა არ მესმის ან მე მაქვს საშინელი ნერვული მდგომარეობა და ყველა მაღაზიანებს და ყველაფერი და შემიძლია რომ კარგად გავლანწყო უბრალოდ არ ვშვები ხოლმე გულში ვშვები მხოლოდ ან ძალიან ცუდ ხალხში ვცხოვრობთ იმდენად ცუდ ხალხში რომ შენ შრომას არაფასებენ რა გამოგტყუონ იმას ფიქრობენ რით მოგატყუონ იმას ფიქრობენ რით დაგამცინონ დებილი ხარ ანუ უყურებ სახლს იმიტომ არის ეს წესი რომ ვიდეო მაჩვენე რომ დავინახო რა გაქვს სახლში გასაკეთებელი რომელი ხსნარი გჭირდება და სწორად დავითვალო და არაფერი გამომეპაროს მე რა ვიცი ღმერთი რჯული მე ღმერთი მილიონ შეკვეთას მომცემს და იმან თვითონ გახეხოს თავის სახლი წავედი ახლა მე ჩავიცი ბედნიერი დღე თქვენ